პირველში რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ცოდნასთან. და იმ ცოდნის მიღება აუცილებელია ტრენინგების საშუალებით, სხვადასხვა კურსებზე სიარულით. ჩვენ ადრე ფერმერებს გვექნებოდა იმის პრობლემა, რომ როცა მუშაობდით, ხელს გვიშლიდა აი ტრენინგებზე გასვლა ქუთაისში, თბილისში, სხვადასხვა რეგიონებში. ეხლა ისე არის მოწყობილი ეს ყველაფერი, რომ აქ ადგილზე შეგვიძლია ორსანტიაშიც არის ღებულობთ ამ ტრენინგებში მონაწილეობას და ბევრი ცოდნა დაგვიგროვდა ყველაფრის შესახებ, რაც გაგვაჩნია, ვაწარმოებთ კიტრს, მარწს, სხვადასხვა სახის მოსწეულს. სოფლებში უფრო მეტი ძალა უნდა დაიხარჯოს განათლების მხრივ, იმიტომ რომ რეგიონებიდან ყოველთვის მოდის ის ჯანსაღი თაობა, ჯანსაღი აზრი და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრენინგებმა სისტემატიური ხასიათი მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და ეს ისეთი ორგანო არის, რომ ნდობის ხარისხი უფრო მეტი არის და უფრო მეტად გვიღებთ კვალიფიციური ადამიანებისგან ინფორმაციას. ხედავთ ძალიან კარგ მომავალს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი არ შეიძლება იყოს ცუდი. ყველა ტრენინგი, ყველა სწავლება ხელს შეუწყობს ადამიანის განვითარებას და განათლებას და განათლებული ადამიანი, განათლებული სოფელი ყოველთვის იქნება ძლიერი. განათლება არა მაქვს იურიდიული ფაკულტეტის მხრივ და გამომადგება ყოველთვის თუნდაც გავლილი ტრენინგების საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, გამომადგება რეალიზებაში, ჩემს რეალურ ცხოვრებაში, რომ გქონდეს საბაბი და ბერკეტები იმისა, რომ ვიღაცისგან თუნდაც არ ვიყო დაჩაგრული კანონების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ სოფელს, ერთად დავდგეთ ჩვენი სოფლისთვის, ერთად ვიბრძოლოთ და ერთად გავიყვანოთ ეს სოფელი მომავალში. ეს ტრენინგები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ტარდება ადგილზე, სოფლის მოსახლეობას არ უწევს გასვლა, თუნდაც რაიონულ ცენტრამდე არ ვამბობ დავუშვათ ქუთაისი, თბილისი და ბათუმი ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უკვე მეკითხებიან საკმაოდ ხშირად პირად ტელეფონზეც მირეკავენ, აბა კიდე რა იგეგმება, კიდე რა უნდა იყოს. მე მგონი ეს უკვე დადებით შედეგზე მეტყველებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იწყებს უფასო ტრენინგებს საქართველოს 33 სოფელში. სწავლება ჩატარდება სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში. გაიგე მეტი პროექტის შესახებ მისამართზე tcj.gov.g ან დაგვიკავშირდით 2 38 22 59.